საათის მმართველები. ნადა შეფასებას რაც შეეხებოდა დაყოფილი იყო ორ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავდა დაგეგმარებას, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის შტაბი და მიმდებარებული ქვედანაყოფები. აღსრულების ფაზაში ქვედანაყოფი გადასროლილი იქნა სხვადასხვა მიმართულებაზე, ეს იყო დასახლებული პუნქტი ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის მიმართულებებზე, სადაც სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებებში ქვედანაყოფმა შეასრულა დავალებები წარმატებით. ალფა-ასილმა განახორციელა უშუალოდ ჩარშენის ოპერაციები, რაც გულისხმობდა მოწინააღმდეგის ზურში მოქმედებებს, თანამედროვე ბრძოლის ტექნიკებს, ასევე როგორც კონვენციურ, ასევე არაკონვენციური ძალების შემადგენლობაში. პირადმა შემადგენლობამ მაქსიმალურად დადო მაღალი შედეგი, აჩვენა ბრძოლის მაღალი ხარისხი და შესაბამისად ის მოთხოვნები, რაც იყო მათზე დაკისრებული, შეასრულეს მაღალ ხარისხოვნად. ნატო საქართველოს ცნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრმა ცნაშეფასების პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა მორიგ როტაციას, კონკრეტულად კი მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, რომელმაც სწავლების მიმდინარეობის პროცესში ოპერაციები დაგეგმა, მოამზადა და აღასრულა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოყენებით, სადაც სრულყოფილად მიაღწია სწავლების მიზნებს.